ჩვენ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენ თელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. თუმცა აქვე მინდა ერთიც თქვა, რომ გუშინ მე მადლობა მინდა გადაუხადო მის კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც მიმართვა გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც რამოდენიმე მე ვიტყოდი პირდაპირ, ვაი ჟურნალისტის ამიზნე აღმოჩნდა კლინიკა, კერძოდ მე, იმიტომ რომ რატომღაც რაღაცაში მე მადანაშაულებდნენ კიდევ. ეს სრულად გაუგებარი იყო ჩემთვის, ამას მაინც ამოჭრეთ, მაგრამ მაინც ვიტყვი. პირდაპირ ეთერში არაფერს არ ამბობ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მე ამიტომ იყო ეს მიმართვა გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მისი ჩართულობა მისი კოლეგების, თანამოაზრეების, იმიტომ რომ ხანგრძლივი ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. და დღეს ის რაც გვაქვს დღეს მოცემულობა, ეს ძალიან მისაღები და სასიხარულოა ჩვენ. დღეს ეს გაუკეთეთ ანალიზები და დღევანდელი მდგომარეობა. დიახ, ეხლა მთავარია ჩვენ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რაც გამოიწვევს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყოთ, კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი, რომლებიც დაიწყებენ ამ რეფიდინგის პროცესს. რამდენი ხნის განმავლობაში იქნება კიდევ კლინიკაში? საკლინიკურ დირექტორს მიმდინარეობს მზი ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება. მისი მდგომარეობა არ არის სახარბიელო და არის საკმაოდ მძიმე, რაც საჭიროებს ექიმების დაკვირვებას და ჩართულობას კვების აღდგენის პროცესში.